დასასრულის დასაწყისი 2009 წლის ბოლოს საქართველოში ფინანსური კრიზისის დაძლევის პირველი ეტაპი დაიწყო. გააქტიურება ჯერ საბანკო, შემდეგ სამშენებლო და საავტომობილო სექტორს დაიწყო. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მტკიცებულებებით წარმოადგინა. რა ვითარებაში ამ დროისათვის საქართველოს ეკონომიკა და რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები, ლელა ციკლაურიგი ამბობთ. ქვეყანაში კრიზისის პირველი ტალღა დაძლეულია. ამაზე ეკონომიკის ბოლოდროინდელი ტენდენციები მეტყველებს. ანტიკრიზისული ღონისძიებების შემდეგ გამოჯანსაღება ჯერ ბანკებს, შემდეგ კი სამშენებლო სექტორს დაეთყო. რეალურად ისაც აქ ხდება ჩემს უკან, ეს არის უკვე იმისი პირველი მერცხალი, რომ კრიზისის დაძლევა ჩვენ დავიწყეთ. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა გვაძლევს ამის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამისათვის. ბოლომდე რეაბილიტირებულები არავინ არავად მთელ სეგმენტში. შეიძლება ითქვას, რომ რეანიმაციიდან გადავედით, ეხლა პალატაში ვართ. ტრადიციულ მაკლერების ბირჟაზე ამბობენ, რომ ბაზარზე მოთხოვნის გაზრდის გამო მეორადი ბინების ფასმა მოიმატა. ყველაზე მეტი გარიგება კი სექტემბერში დაიდო. ბინების ფასება მოიმატა დაახლოებით 5%. კრიზისის შემდეგ თუ შეინიშნება გააქტიურება? ცოტა, ძალიან ცოტა. ცოტა ფასებით ავარდა, მაგრამ კლიენტი ომის და კრიზისის შემდეგ 2009 წლის ბოლოს ჯერ საბანკო სექტორი, შემდეგ სამშენებლო და საავტომობილო სფერო გააქტიურდა. კრიზისის პირველი ფაზის დასრულების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რასაც მალე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალური გამოსვლაც მოყვა. ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ კომერციული ბანკების დასახმარებლად მთლიანობაში 1 მილიარდამდე ლარის დახმარება გამოიყო. კრიზისის დასრულების ერთ-ერთ დასტურად კი საბანკო სექტორში არსებული ლიკვიდურობის უპრეცედენტო მაღალი მაჩვენებელი სახელდება. ბანკებს გააჩნიათ საკმარისი და საკმარისზე მეტად რესურსები იმისათვის, რომ დაიწყონ სესხების გაცემა. მიმდინარეობს საპროცედურო განაკვეთების შემცირების პროცესი. კრიზისის დასასრულის დასაწყისად ავტობაზარზე გაყიდვების გაზრდაც სახელდება. უმოქმედობის პერიოდში ავტომანქანების უპროცენტო განვადების სერვისმა გადაარჩინათ. ახლა კი ძვირადღირებულ შეკვეთებს 2010 წლის მოდელებზე იღებენ. გაჩნდა ფული. ბანკი აფინანსებს ფირმებს, ბანკი აფინანსებს მოსახლეობას. და როცა დააფინანსებს, რა თქმა უნდა, შეიძენენ ავტომობილებს. ავტომანქანების ბაზრობაზე ამბობენ, რომ გაყიდვები 2%-ით გაიზარდა. კრიზისის დასრულებამდე ავტოდილერები ხელისუფლებას გამბაჟების 20 დღიანი ვადის გაზრდას თხოვენ. ჩვენთან რო იყოს ერთთვიანი ან სამთვიანი ეს გამბაჟების ვადა, უკვე საშუალება მოგვეცემა, რომ როგორმე გავყიდოთ ეს მანქანები. ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს კრიზისის პირველ ძლიერ ტალღას გაუძლო. თუმცა ფინანსთა მინისტრის განცხადებით ეს მთავრობას მოდუნების უფლებას არ აძლევს. კრიზისი არის მილევად რეჟიმში გადაყვანილი. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაძლევს სრული დაწნარების და გულზე ხელების დაკრიფის საშუალებას, მაგრამ ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევის სავარაუდო თარიღად ექსპერტები 2011 წელს ასახელებენ.